რამდენად ელოდით მოვლენების ესე განვითარებას დღეს საკმაოდ უცნაური შეიძლება ითქვას ისტორიული დღეც არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა რომ აღსრულება სასამართლოსი თქვენი საქმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის დროებით შეჩერებული მოკლედ ეს არის ის რასაც თქვენ უწოდებთ გამართებას არა ეხლა შემთხვევით ვარ მოხდარა მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს უნებრივია შემთხვევით არ მოხდარა ბატონმა გახარიამ როგორც ჩანს მეორეჯერ უარი თქვა თვალების დათხრაზე ხორცების ამოგლეჯვაზე და დარბევაზე და ძალადობაზე და მე მესმის მას იმიტომ რომ 20 ივნისის ტრაგედია მას მისდა სამწუხაროდ ძალიან დიდი ხანი თუ არა სულ ძალიან მძიმე დამღად გაყვება იმიტომ რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ტრაგედია ჩვენი ერისთვის მით უმეტეს შეიცავდა სახელმწიფოებრივ საფრთხეებს ხო ყველაფერს თავი დავანებოდა და სახეჩნებოდა ადამიანები ამ ადამიანმა როგორც ჩანს მეორეჯერ არ გარისკა და ამან განაპირობა ის განცხადება რაც მან გააკეთა და ბუნებრივია აქ ხა მისასალმებელი შეიძლება იყოს ის ძალიან შესაძლოა ეს ბატონი გათავისუფლდება იმ მძიმე დანაშაულისგან რომელიც ჩაიდინა მაგრამ ეს ბაზა იქნება დამოკიდებული კითხვების სტუდიიდანაც ხა მთავარს ჩვენ ყოველთვის მართლაც ჩვენ მე პირადად სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა ფორმატში ოპოზიციური პარტიები ოდესაც ვიკრიბებოდი დაწყებამდე და დაწყების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობდით და ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყო პირველ რიგში ახალი არჩევნები, კანონის უზენაესობა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვითხრა რომ დროებით შეჩერებული აღსრულება თუმცა ეს არ ნიშნავს თუ არა უბრალოდ თქვენთვის რომ პროცესი არის დასრულებული ის რომ თქვენს დაჭერაზე უარი თქვა ქართულმა ეს ყველაფერი ახლა სიმართლე გითხრათ ის არ გამიგოთ ახლა რომ ჩემთვის უმნიშვნელო არის ახლა სასამართლოები დევნა ხორციელდება თან შეთხზული თუ არა ბუნებრივია ახლა რომ თქვა ეს ამას არ დამეჯერეთ მაგრამ ჩემთვის ეს პროზაული იყო და ესეც ცალკე ტრაგედია რაც პოლიტიკაში ვარ ქართული ცნობის მხრიდან ეს უბრალოდ საპატიმრო სანქცია პირველად გაიცა გუშინ მაგრამ ეს მესამე და მეოთხე ხარისხოვანია ახლა თავარი არის მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ ქართული ოცნების არ ვიცი რომელი რეჟიმის წარმომადგენელი იქნება წარმოდგენილი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო ელჩებთან ერთად მათი ფასილიტაციით და საკითხი უნდა შეეხოს ახალ არჩევნებს. ახალი არჩევნები რომელიც ბატონო ანა შესაძლოა რომ კითხვა დავსვათ კითხოთ ნიკამელიას დარჩა თუ არა მას შთაბეჭდილება როცა პრემიერი ასთა სხვადასხვაობაზე საუბრობდა ეს იყო ასთა სხვადასხვაობა მელიას დაკავებაზე რაც გააჩნდა კიდევ ეჭვს რომ ეს არ იყოს კიდევ ერთხელ გააჩნდა ეს რომ ეს არ იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე ვკითხოთ ელჩებს როცა ახსენებს მას ჰქონდა თუ არა პერსონალური კომუნიკაცია დიპლომატებთან ან პარტიას გასაგებია მოდით შეკითხვა აქვს დიანას თქვენთან მოკლედ დიანას შეკითხვა არის შემდეგი პრემიერმა განცხადების გაკეთებისას გითხრა რომ მას ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა თავის გუნდთან ხო თქვენს ხო როგორ ფიქრობთ ეს აზრთა სხვადასხვაობა გულისხმობდა იმას რომ სასამართლო მიიღო უკანონო გადაწყვეტილება ამ ნაწილში ის რომ ხელისუფლება აპირებდა თქვენს დაკავებას თუ აი რა შეიძლება ყოფილიყო ეს აზრთა განსხვავებული დამოკიდებულება გუნდსა და თავად გახარიას შორის აი აღსრულების ნაწილი იყო მისთვის თავარი. უფრო კონკრეტულად მოგახსენეთ ახლა მე ვერ გეტყვით რომელი სასამართლო რომელი პოლიტიკური სასამართლო იგულისხმა პარლამენტში გაიმართა ის სასამართლოს ხდომა ის არ იყო ახლა საპარლამენტო ხდომა ის იყო უბრალოდ საპარლამენტო ხდომა თუ აი გუშინ რომ ნახეთ ჩვენ თბილისის თითქოს სახალხო სასამართლოში რომელი იგულისხმა არის მაგრამ ნუ ცხადზე უცხადესია რომ არ არის საფუძველი არ იყო ჩემი დაპატიმრების თაობაზე სანქციის გაცემისა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ მან არ გარისკა მეორეჯერ სისხლის ზღვრაზე წასვლა და შედეგად ის ადამიანი გადადგა შემთხვევით არ გადამდგარა ეს ადამიანი შემთხვევით არც აღსრულების შეჩერება ამაზე იყო წამსვლელი ბატონიკა რომ შესაძლოა ვითარება უკიდურესად დაძაბულიყო და ეს პასუხისმგებლობა არის ვამბობ რომ ქვეყანა ემშვიდობება ქართული ოცნების ხელისუფლებას. ქართული ოცნება ითვლის უკანასკნელ პერიოდს მისი ხელისუფლებაში ყოფნის. იმიტომ ეს ხელისუფლება მას მიტაცებული აქვს. და ჩვენ მართლა კი არ აგვიგდია ქვა და კი არ შეგვიშვერია ხო ყველა ერთად განსხვავებული ოპოზიციური პარტიები რომ საუბრობთ ხო და ახალ არჩევნებზე.
ხო? ბატონი გახარია ამას ადასტურებს. ერთი სასამართლოც იგულისხმება ალბათ და მეორე სასამართლოც და ყველაფერს აქვს საზღვარი და როგორც ჩანს ბატონი გახარიათვისაც აქვს საზღვარი. ელჩები რადგან ახსენეთ, მე მინდა კითხოთ, თქვენ თქვით რომ არსებობს რესურსი მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების, ხო? და რიგარეში არჩევნებზე საუბრის დაწყებით. მე მაინტერესებს პირადად ხომ არ გქონიათ ელჩებთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია ან თუნდაც ამერიკის ელჩთან ან ევროკავშირის? ახლა უახლოეს პერიოდში, უახლოეს წუთებში ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს სრულფეროვანი ელჩი საქართველოში მოვა ჩვენს ოფისში და გაიმართება შეხვედრა ჩემსა და მას შორის. თქვენს ეკნებათ შესაძლებლობა მას პასაურის თუ ვინა რომ მეგრე, ნუ ისე ხოლმე ვერ დაინახავთ. დავინახავთ თუმცა. არა, დაინახავთ უბრალოდ სიურპრიზად. გასაგებია, კარგი, ბატონი გა, რაც შეეხება რიგარეში არჩევნების მოთხოვნის ნაწილსაც მინდა რომ დაუბრუნდეთ. ანუ თქვენ მზად ხართ რა პროცესებიც განვითარდა იმის ფონზე დაბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ფასილიტატორების ჩართულობით და დღევანდელი პროცესები გაახლოვებთ რიგარეში არჩევნებს. არ გაახლოვებთ, კიდევ უფრო ალტერნატივა გახდა, როგორც არასოდეს. რა თქმა უნდა, მე აღვნიშნე მოლაპარაკების მაგიდასთან მიუხვდები, მათ შორის მეც უნებრივია ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით. საკითხი იქნება განხილული, ანუ სხვა საკითხებთან ერთად, როგორც განვიხილავდით. ახალი არჩევნები, მაგრამ ეს ახალი არჩევნების საკითხი ის წესში კიდევ უფრო მკვეთრად დადგება. ამის იქით უბრალოდ ეხლა როდესაც მოვიტყუოთ თავი, ანუ ეხლა შეუძლებელია პარლამენტში შესვლა არ შესვლა. იყო სულ ამბობდი ერთი ელემენტი, ხო, კრიზისი და კომპონენტი. ზოგადად კრიზისი იყო დასაძლევი და ამას მხოლოდ ახალი არჩევნები გადაწყვეტდა. ეხლა პარლამენტში ვერ შეგვიყვანეს, ხო, და დააპირეს ციხეში ჩვენი შეყვანა, ხო, რეალურად ეს ალტერნატივა შემოვიდა. დაგისვათ ბატონიკა, თქვენ სულ ამბობდით, რომ აი ვერ დამიჭერთ, არ დამიჭერთ, არ გადავიხდი, არც დამიჭერთ. პირდაპირ კითხავთ, რატომ ვერ დაგიჭერეს? საფუძველი არ არსებობს. აი რეალურად არ არსებობდა საფუძველი და ნუ გაუნათდა ხო ხედავთ და მე იმედს ვიტოვებ და მთელი ოპტიმიზმით ვიმედოვნებ რომ უცხოებსაც გაუნათდება. ეხლა დღეს ნამდვილად არ ველოდი გახარიას მოცნების დღის წესრიგი არ მოვიდა. ეხლა დღეს ნამდვილად არ ველოდი. გარდაგიმალავდი და ვიწესრიგებდი თავს. ეხლა ვიპარსავდი თავს. ციხეში წასასვლელად. არა, წესრიგდებოდი თქვენთან შესახვედრად მედიასთან და წვერს ვიპარსავდი, თავსაც ვიპარსავდი ამ დროს გავიგონე ტაშის ხმა. ისევ მე წარმოიდგენდით რომ გიორგი გახარიას გადადგომა შეცვლიდა თქვენი ციხეში წასვლის საკითხს. როგორც ჩანს ცხოვრებისგან ყველაფერს უნდა ელოდო, იმიტომ რომ ბატონი გახარია ჩემის აზრით ამ ადამიანთან ჩვენ შეხვედრაზეც კი არ ვამართლებ, თავში აღვნიშნე რომ ეს დამღა მას არასოდეს ჩამოშორდება, მაგრამ გახსოვთ ალბათ შესახვედრად შევდიოდით მოლაპარაკებებზე. მან გთხოვა რომ შევსულიყავით მე გიგი გულავა და გრიგოლ ვაშაძე და მოულოდნელად ტყუები გვესროლეს, არა? და ალბათ ძალიან მწარე გაკვეთილი იწვნია და არ უნდოდა რომ მეორეჯერ გამხდარიყო პასუხისგებელი და მისასალმებელია. მე არ მერიდება ამ ჩემთვის და მისთვისაც მე მიუღებელი ადამიანი ვარ და ისაც საჩემს მიუღებელი მივესალმო იმას, რაც არის მისასალმებელი. მადლობა. მადლობა ნიკა მელია ნაციონალური ანა, მადლობა.